მოგესალმებით ყველას და კითხვები იყო ბევრი ამ ქვებთან დაკავშირებით, რომ ალბათ არ გაგიგიათ თქვენს ისევე როგორც ჩემს ძმას არ გაუგია. ამ 4 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ გავკივი ვარ, რომ ეს ორი ქვა უნდა მივიდეს ილიასთან. თქვენ ზემოთ ხედავთ აი სადაც სანთელიანთია, აქ ხედავთ ორ ქვას, რომელიც ერთად არის მოთავსებული ერთ პატარა რაღაცა რკინის მეტალის არ ვიცი რა არის ეგ სადგომში. და ქვემოთ ხედავთ მადლის ქვას, რომელიც არის დავით მეფის მიერ წამოღებული იერუსალიმის კედლიდან, რომელიც პრინციპში 3 ცალი წამოიღო და გზაში დაეწივნენ, იმიტომ რომ მეფეს ჰქონდა ხილვა, მთელი მადლი წაიღო იერუსალიმისო, დაეწივნენ გზაში, 2 ცალი გამოართვეს, მოუყვეს ეს ამბავი, მოუყვნენ ეს ამბავი, რომ აი ესე და ესე არის, ხილვა ჰქონდა მეფეს, ესო მთელი მადლი მიგავს იერუსალიმიდან და დაგვიბრუნე 2 ცალიო რა, დაგვიბრუნეო. საბოლოოდ დაუბრუნა დავითმა 3-ვე და 1 მადლის ქვა საჩუქრად გადასცეს. დავითმა წამოიღო საქართველოში ეს ქვა და ჩამოიტანა საქართველოში იერუსალიმიდან მადლის ქვა. საკითხავი ის არის, ახლა იერუსალიმი სად იყო მაშინ, ხო? ეგ სხვა თემაა, მაგრამ მოდი დავრჩეთ ისე როგორც ყვებით. იყო იერუსალიმი სადღაცა, საიდანაც წამოიღო დავით მეფემ, გააჩნია დავით მეფე საცხოვრობდა ეს ქვები. კაი. ახლა ეს ორი ქვა ზემოთ რომელიც არის და ჩემთან როგორ მოვიდა, როგორ ვიპოვე, როგორ სად ვიპოვე და როგორ, აი ამას მოგიყვებით და რატო უნდა დამისვლა ილია მეორესთან ამ ქვებს და რატო არ შემიშვეს და მოკლედ დღემდე რო ერთი ამბავია ამ ქვების ილია მეორესთან მისვლაზე და ეს ქვები რა საკითხს წარმოადგენენ საქართველოსთვის. ამაზე მოვყვები. ესე იგი, ზემოთ, სადაც სანთელიანთია, პატარა ჩანთაცდებს ყვავილიანი, ყვითელი ყვავილი აქეთ. აი ეს ზემოთ ეს ორი ქვა, რომელიც ერთად დევს. ქვემოთ ის ორი ქვა, ერთი და იგივეა, ერთზე უბრალოდ დაახატეს რაღაცეები და ბეჭდებს და იმებს ადებენ ხოლმე, ხა თურმე 4 ოქტომბერს გამოაბრძანებენ, რომელ საათზე არ ვიცი ზუსტად, სამებაში. ეს ქვემოთ ერთი და იგივეა ეს ორი ცალი ქვა და ზემოთ რომელი ქვებიც არის, ეს მდედრი და მამრი რომელიც არის, ხო? აი ეს ქვები, ამ ქვების მისტიკა, მეგობრებო, ხო? მომდინარეობს აბსოლუტურად ჩვენი წინაპრებიდან და ნახეთ რას იწერება ერთი ქალბატონი. ნახეთ რას იწერება ერთი ქალბატონი. დავწერ რასაც ამბობს მამაც იგივეს ამბობდა. ანუ რასაც თქვენ ამბობთო რა, რომ ეს 3 ცალი ქვა უნდა გაერთიანდესო. მაგარია ღმერთმა არ მოგაკლოს მისი მადლი, ეს სურათი გაუგზავნე და ნახა რომ ეს ქვებია რა. რას ამბობდა თქვენი მამა? კითხე მე ამ პიროვნებას ვინც მწერს. როცა ეს 3 ქვა ერთად შეგროვდება, ლაზარე აღდგება. მიწერს ეს პიროვნება, რომელიც დღეს თუ გუშინ გავიცანი, გუშინ მომწერა, დღეს ვნახე მოწერილები. და მე ვეკითხები მართლა ადარას და მამამ რა იცოდა მეთქი ვეკითხები რა და აი ნახეთ რას წერს მე ეს ქალბატონი რა. ეხლავე წაგიკითხავთ. 14 წელია მამა გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ბოლო 6 თვე პერიოდულად ჩავდიოდი მამასთან და მიყვებოდა ბიბლიაში, რომელიც მამას არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი გადაკეთებული ბიბლია ებრაელებს მისცეს კოლხებმა. მათ იმის და მიხედვით ააგეს თავიანთი ქალაქები და შემოსავლის წყაროთ აქციეს. ბოლო ჟამს ყველაფერი გამოჩნდა. ერთი წუთი ამას გავწევ, თორემ მიშლის ხელს.
ბოლოჟამს ყველაფერი გამოჩნდება. ქრისტიანობა ერთ ღმერთმა ქრისტეს შობამდე ჰქონდათ კოლხები და რომ გადარჩენილიყვნენ, იმიტომ მისცეს ებრაელებს. მერე ნახოთ კიდე რას წერს. ბოლოჟამზე მესაუბრებოდა ბოლოჟამი დაიწყება მაშინ, როცა მარიამის თმა გამოჩნდებაო. საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ ეს ამას რო არ ეთქვა ამ ადამიანს, ხო, ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ არის ესეთი თქმულება, ერთ მადლის ქვას, იმ ერთ მადლის ქვას, რომელიც გვაქვს ჩვენ, შეემატება ორი კიდე სხვა და საქართველოს გაბრწყინება დაიწყება. მოკლედ ერთი სიტყვით საქართველოს გაბრწყინება ლაზარეს აღდგენასთან არის დაკავშირებული, ასევე თამარის აღდგენასთან, ასევე ქრისტეს აღდგენასთან. მოკლედ ყველაფერთან, რაც კარგია და რაც საინტერესოა და საქმე იმაშია, რომ აი ეს ორი ქვა, მეგობრებო, აი ეს ორი ქვა, ხო? რატო გაიწელა ესე მოიცა? ესე პატარაზე. კიდე გაიწელა. რა ხდება? რატო იწელება? რა ხდება ახლა? რატო წელავს? მოდი ახლიდან დავამატებ. მოკლედ დაინახეთ ეს ორი ქვა. კიდე დავამატებ კარგად რომ დავინახოთ. აი ამ ორ ქვაზე არის, მეგობრებო, საუბარი რა. ეს ორი ქვა, რომელიც ჩემთან იმყოფება, აი ამ ორი ქვით მივედი მე ილია მეორესთან 4 წლის წინ ზუსტად აღდგომა დღეს. რომ იყოს შაბათი დღე იყო, თუმცა აღდგომა არ იყო დაწყებული და რომ მივედი და ველოდებოდი, აი ამ დღეს დაიწყო აღდგომა. გადმოვიდა ცეცხლი, მე იქ რაღაცა კვერცხები ჭამეს, პასკა გაჭრეს და მე კიდე გიჟივით ვიჯექი იქ, გიჟად მთვლიდნენ სავარაუდოდ და ვიჯექი იქ და ველოდებოდი, რომ იქნებ რამე ეთქვათ ჩემთვის 8 საათი ველოდი და საბოლოო ჯამში რომ ვკითხე რომ რა ხდება, მეთქი გადასცეს არ გადასცეს, თურმე ესენი ფიქრობდნენ რომ მე გიჟი ვარ და იქ ვზივარ და ტყუილად ვზივარ და ვერაფერი ვერ მითხრეს. იცოდა ილია, მოკლედ ერთი სიტყვით რა ძალიან ბანძურად გამოუვიდეთ რა. მართლა ძალიან ბანძურად გამოუვიდეთ სამი შვილის დედას ესე რომ მოექცნენ, მაგრამ რა ვქნათ, ესეთ ბანძ ქვეყანაში მაგაზე მეტი სიბანძე არ არსებობდეს და არაუშავს მაგას ავიტანთ. ქვეყანა გაბანძებულია აშკარად რა. მოკლედ ამ ორ ქვას და ამ ქვას როგორც ჩანს შეერთება სურთ, მეგობრებო, და არც გამიკვირდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დასამება უნდა მოხდეს და არა მხოლოდ დაწყვილება, დასამება უნდა მოხდეს. ხედავთ, სამების მსგავსად. და აი დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს მადლის ქვები, რომელიც მე დედოფლის წყაროში ერთ-ერთი ტერიტორიის ჭაჭუნას აღკვეთილში ვიპოვე, ხო? ეს არ არის პოვნა, შევხვდი ამ ქვებს მე. იმიტომ რომ ეს ქვები, აი ძალიან საკრალურ თემას შევეხები ახლა, პატიოსანი ქვების არსებობა, მეგობრებო, ხო? პატიოსანი ქვების არსებობა, როგორ შეიძლება მოკლედ აგიხსნათ? ვერ აგიხსნით. აი ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, აი ეს ფილმი თუ გაქვთ ნანახი რა, everything, everywhere, მოიცადე როგორ ქვია ზუსტად როგორ ქვია? Everywhere და every time. ბიჭო, რა არის? თითები ვეღარ ვაცილებ ამ სურათს. ესე ვისა. Everything, everywhere, all at once.
აი ეს ფილმი თუ ნანახი გაქვთ თქვენ, აღარ დამჭირდება თქვენთვის ახსნა თუ რას წარმოადგენენ ქვები და რა მნიშვნელობის არიან ქვევი რა. აი თქვენ თუ ამ ფილმს ნახავთ და გაიგებთ ამის შინაარსს, მაშინ მიხვდებით საერთოდ სამყაროს მატრიცა როგორ მოქმედებს რა. და მე არც რეინკარნაციის შეგეშინდება და არც იმის შეგეშინდებათ, რომ ჩვენ ყველა ერთი ვართ და ყველაფერი ერთია და ყველაფერი ერთია. გესმით? როგორც უკვე იცით თქვენ იმის შესახებ, რომ ჰოლივუდი ამ საკითხებს ფილმებით გვიჟღერებს, წინასწარ და წინ დახედულად, რომ ადამიანები, რომლებიც ცოტა სიფხიზლეში არიან, იმათ გააგებინებენ ხოლმე, ვისაც ძინავთ ის ყიდიათ რა, მასონურ სამყაროს, იცი როგორ ყიდია ადამიანი, რომელიც ვერ ფხიზლდება? აი როგორც ყიდია დავინახეთ აგე რა, კორონას აცლების დროს, გადაცრეს ყველა რა და ყველა ვინც გადასცრეს, მერე შუათითი აჩვენეს, რომ ეხლა წადით და თქვენ თავებს თქვენ თვითონ მოუარეთო, გესმის? რაც დაგემართება, დავითაო ყველა თქვენ თავითაო და საქმე რა არის, იცი? საქმე რაშია? იმაშია, რომ როდესაც ეს ქვები უნდა მივიდნენ ილიასთან და როდესაც ილია ამ ქვებს ნახავს და როდესაც ილია ამ ქვებს ერთად შეყრის და მე ხო არა ვარ ილია, ხო? მე რო ვიყო ილია, ვიტყოდი რომ მომიტანეთ ის მადლისქვა, დავსვათ ეს ქვები ერთად და ერთად იმოგზაურონ ყველგან, იმიტომ რომ ერთნი არიან, გესმის? ეს სამების ნაწილია და ეს როგორც გარე სამყაროში, ასტრალურში, ისე ეთერულში, ისე ფიზიკურში სამება ყველგან გამომჟღავდება. ფიზიკურ სხეულში, აი თქვათ ეხლა აი ამ სამი ქვის მაგალითზე გამომჟღავდა ასე. ადამიანებში მჟღავდება ასე. მამრი, მდედრი შეიკრიბება და მათი ნაყოფი არის შემდეგ ის, რომ აი რაც არის თქვას ძეღმერთი. მათი ნაყოფი არის უკვე სამება. აი ამ სამებაზეა საუბარი, მეგობრებო, რომ ყველაფერი ის სამება, რაც სამყაროში არის, სამყარში ხო? ასევე სამებაში, ასევე სამოთხეში, ასევე ფიზიკურ ველში, ეთერულ ველში, ასტრალურ ველში, მენტალურ ველში და კიდე უამრავი ველები არსებობს, რომელსაც გავიცნობთ 10 და 10. გესმით? და აქედან გამომდინარე სამება არ არის მთლიანი. პირდაპირ მნიშვნელობით სამება რატო არ არის მთლიანი, ახლა ვიგეტყვით, მენტალურ ველში იცით? მენტალურ ველში საუბარია მხოლოდ მამასა და ძეღმერთზე. და სულიწმინდა ყავთ როგორ იცი, აი რაღაცა მტრედი სახით, სადღაცა მიჩქმალულში, საერთოდ არ საუბრობენ სულიწმინდაზე და თუ ვისაუბრებ სულიწმინდის სახელით, იმაზე კიდე ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე, რომ როგორ სულიწმინდის სახელით, როგორ შეგიძლია ლაპარაკო, რომ არა და სულიწმინდა რომ ყველგან არის ხო ვიცით ხო? ყველაფერში, ყველგან და ყველაფერში, როგორც ძე, როგორც მამა ღმერთი. მაშასა და მე თუ მამის და ძის სახელით საუბრობთ, სულიწმინდას იმ მსგავსად უნდა ვახსენოთ ხოლმე, მსგავსად. როგორც ზეღმერთს ვახსენებთ, როგორც მამა ღმერთს და როგორც სულიწმინდას. ესა როგორც აი ამ ორს ვახსენებთ, ისე სულიწმინდას უნდა მოვიხსენოთ ხოლმე ძალიან და სულიწმინდა რა არის? აი პირდაპირ მნიშვნელობით მე რომ ეს ორი ქვა მაქვს ხო? ორი აქედან აი ამ სამი ქვიდან ორი არის მრგვალი და ერთი არის მოგრძო. მე როდესაც ეს ქვები ვიპოვე, პირდაპირ მნიშვნელობით დავინახე, რომ ეს იყვნენ დედალი და მამალი ქვები, ანუ მამრი და მდედრი ქვები, გესმის, რომლებიც ერთად მოდიოდნენ, ერთად იდო, გესმით? აი მილიარდობით ქვა მაქვს ნანახი, მილიარდობით შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ სადაც არ მოხვდები სუქვებს ვეძებ, სუქვებს ვუყურებ და ქვებს. არ მინახავს ცხოვრებაში ესეთი ქვები, არ მსგავსი ქვები არ მინახავს და არ მინახავს ესეთი ქვები თან ორივე ერთად იდო, ხალხო, წარმოგიდგენიათ? აი უბრალოდ აი ეხლა კიდე დაგიდებთ ამ სურათს რა და დააკვირდით, რომ როგორ შეიძლება თუ ვინმეს კრისტალების მიმართ ინტერესი, როგორ შეიძლება
რომ ამდენ მილიარდ ქვაში, რომელიც მე ცხოვრების მანძილზე ნანახი მაქვს, ეს ორი ქვა ვნახე ერთად გვერდ. შეგიძლიათ რომ ამიხსნათ ეს როგორ ხდება? მე ვერ ავხსენი. ერთადერთი რაც ავხსენი არის ის, რომ ეს ქვები ერთმანეთს არ დაშორდნენ. ესენი ერთად მოდიან. და ამას მიხვდებით მე, როდესაც ამ ფილმს ნახავთ რა. ამ ფილმს რო ნახავთ, მიხვდებით ყველაფერს. როდესაც ეს ქვები ერთად შეიკრიბება, აგერ უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, ბიბლიაში ეს არ გვიწერია, მაგრამ სიტყვერი გადმოცემაა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი წერილი გვაქვს საკარგული ჩვენი წინაპრებიდან და სიტყვერი გადმოცემაა, რომ სამი ერთ მადლის ქვას ორი სხვა მადლის ქვა უნდა შეუერთდეს. ეს არის სიტყვერი, ზეპირ სიტყვერი გადმოცემა, მეგობრებო, რომელიც ასევე ძალიან სანდო წყარო არის იმისათვის, რომ გვჯეროდეს ის, რასაც ჩვენი წინაპრები გვეუბნებოდნენ. და აი ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა ზუსტად ჩემს ცხოვრებაში 4 წლის განმავლობაში, რომ ვერავის ვერ გავაგებინე, რას ნიშნავს ეს ქვები. ზოგმა დამცინა. ქვები მიქონდა ვაზეხა რომ რეებს ლაპარაკობო, შენ და ქვებით მიდიოდიო ილიასთან, ვინ შეგეშვებდა იქო, ქვებითო გესმის, ვითომ ეს ქვები იყოს რაღაცა ბომბები, ან რაღაც ნაგავი, გესმის, აი ესე აგდებულად იხსენიებენ ამ ქვებს. ხო და აი ესეთ ხალხს ვერაფერს ვერ აუხსნი და მეორე კიდე ის, რომ მე არ მივედი აბსოლუტურად არანაირი მამაოს სახელით, მე მივედი სული წმინდის სახელით, ხალხო იქ. ხო და სწორედ ეს არის ის მტკიცებულება ჩემს ცხოვრებაში, რომ პირდაპირ მნიშვნელობით სული წმინდის ეშინიათ იმათ, ვინც მამასა და ძეღმერთს ადიდებს, გესმით და სული წმინდის სახელით თუ მიხვალ ვინმესთან, ზეციური ძალების სახელით თუ მიხვალ ვინმესთან, ესე იგი პირდაპირ შეიძლება საგიჟეთში გიყონ თავი, გიკრან თავი რა. და დარწმუნებული იყავით, ჩემი შვილები იქ რო არ მყოლოდა და ჩემი მეუღლე საგიჟეთში მომახვედრებდნენ ეგენი. აი დარწმუნებული იყავით 100%-ით მაგაში რა. და საქმე იმაშია, რომ ჩემი მეუღლეს და ჩემი შვილებიც მერე წავიდნენ, მაგრამ საგიჟეთში მაინც ვერ მომახვედრეს. და მაგასაც გეტყვით რატომ? იმიტომ რომ სული წმინდის გზავნილმა, ხო? რომელიც მართლა გულწრფელად სული წმინდის გზავნილია, არაფერი არ დააშავა საერთოდ. და ადამიანები, რომლებიც სული წმინდის სახელით საუბრობენ და არ მოქმედებენ სული წმინდის სახელით, აი ისინი ნამდვილად ისჯებიან ხოლმე მერე. როგორ ისჯებიან? აი ზუსტად იმგვარად, ზოგს ათავსებენ საგიჟეთში, ზოგს ათავსებენ საკანში და ზოგსაც კლავენ. ეს არის სამყაროსეული დასჯა. და მაგაში 100%-ით დარწმუნებული იყავით, ადამიანი, რომელიც სული წმინდის სახელით მივა ილაპარაკებს და არ არის გულწრფელი სული წმინდობაში და იტყუება, ის აუცილებლად დაისჯება ზეციური ძალებიდან. კი არა და ისევ დემონური ძალები დასჯენ, იმიტომ რომ მათზე ძალაუფლება ექნებათ, გესმით? ძალაუფლებას იპოვებენ ხოლმე. დემონური ძალები ასევე სული წმინდის დაქვემდებარების ქვეშ არიან, იცოდეთ ეს. დემონური ძალები სული წმინდის სიტყვის გარეშე ერთ თითს ვერ დაგაკარებენ, აი თითს კი არა, თმასაც ვერ დაგაკლებენ. არა აქვთ უფლება და იმიტომ. და აი აქ ჩანს, ვინ საუბრობს ხოლმე მერე სული წმინდის სახელით მართლად, ჭეშმარიტად და ვინ ვერა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეხლა მე დაგემშვიდობებით და იმედი ახლა მაინც გაიგებთ რა ქვებია და რა ქვებს უნდა მისვლა ილიასთან და რატომ და რას უზავს მერე ილია იმ ქვებს. აი, რა ვიცი, შეიძლება ილია მეორე მაიღოს და ნაგავში გადაყაროს, გესმით? შეიძლება, არ არის გამორიცხული. ამიტომ შეიძლება ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ იმ დროს როცა ილია მეორე სთან მიმიყვანა ღმერთმა 4 წლის წინ არ იყო მზად საზოგადოება
არც ილია და არც საპატრიარქო ამ ქვებისთვის, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, თუ კი კითხვა დაისვა, პასუხიც მოგივაო, ხო? ახლა როგორც ჩანს, კითხვა დასვეს, რომ რა ქვებია ნეტა ესო და აგერ მიუვიდეთ პასუხი კიდეც. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, აბა თქვენი ცით და მე ველოდები, აბა თქვენს ქმედებას ველოდები. მოითხოვთ ამ ქვების ილიასთან მისვლას, მოითხოვთ, მოხდება. არ მოითხოვთ, ეს ქვები ისე ვიდება ჩემთან, გადაეცემა ჩემს მომავალ თაობას, იმის იქით თაობას და ასე მეგობრებო, ასე იქნება და თამარ მეფის აკლდამაც გადაეცემა ჩემს მომავალ თაობას და იმის იქით თაობას და ის იხილავს თამარ მეფის აკლდამას ჩვენ თუ დღეს არ ვიაქტიურებთ. თუ ვიაქტიურებთ, კიდევაც დაიწყება აღდგომა და ბოლო ჟამის დასასრულის წერტილი დაესმევა რა, დასასრულს ბოლო ჟამის დასაწყის წერტილი დაესმევა. ასე რომ ჩემო კარგებო, დაიწყება ახალი ერა, თუ კი თქვენ მზად ხართ ამისთვის და თუ კი თქვენ არ ხართ მზად ამისთვის, მაშინ ვერ დაიწყება ახალი ერა. აი ძალიან მარტივია ყველაფერი რა, ფორმულებით შედგება როგორც სამყარო, როგორც ფიზიკური ველი, ისე ასტრალური ველი და ისე სულიერი და ფიზიკური ველი, მენტალური. ხო, ყველა თქვი მე მგონი. წავედი ახლა მე.